მოგესალმებით, სერბადრის გემოლოგი ისევ თქვენთან არის. ამ ლამაზი ადგილიდან, ხაშურის რაიონიდან მოგესალმებით, ტყრის სანაპიროდან მოგესალმებით, სადაც უნდა დავკრიფოთ სოკო, ნახავთ ყველაფერს, წესებს ვისწავლით სოკოს დაკრეფის, რა სოკო უნდა დავკრიფოთ, რომელი იჭმევა, რომელი შხამიანია, რომელს ყავს ანალოგი, ასე შემდეგ. დღეს გვაქვს სოკოს კრეფის დილა. აუცილებლად შემოგთავაზებთ გემრიელ კერძებს ტყეში, ადგილზე გამზადებულს. მანამდე კი დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყოთ. მუხის თავზე ვართ ხაშურში. ისეთ გზებზე მოგვიწია სიარულმა და ისეთი დავკოლებების გავლამ. იმედს ვიტოვებთ სოკოს დავკრებთ. იმდენს რომ კერძი, კარგი გემრიელი კერძი შემოგთავაზოთ და წავედით. და ესეთ ამბებში ვარ, ა? გემრიელობამ როტაცრავ, აი ასე ამო. აქ მოხედავ, გავალთ და მე დავიწყებთ იმედია კრეფას, სოკოს. ესეთ დღეში ვარ და სასწაულები იქნება, ჯერ სადა. ესეთ ამღლელ გზებზე დავდივართ ჩვენ. ესეთ საინტერესო ადგილებში და გამოვყვებით ალინდანებს. აგე ჩვენი ლაშა მესხიც ჩვენ გვერდით არის, ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენ გემობლოგი ბადრისთან ერთად. ამოვედით ძალიან ლამაზ ადგილას და ჩვენი მიზანია ორი. ერთი რომ გქონდეს სოკოს ეგრეთ წოდებული შთველი. აქ ძირითადად არის რიჯიკა, წერეწო და ბებერო და მეორე მიზანია შეიძლება შევხვდესო ნიყვიცო. ნუ შეიძლება, მაგრამ თუ შევხვდება სიურპრიზად დავუტოვოთ მერე ვანახავ. დიალური, მერე ნიყვის თემაც. მეორე მიზანი არის რომ ეს ჩვენი ნანადირევი ისე მოგვიმზადოს ბატონობა ბადრი, რომ აქ ამოსვლისთვის დახარჯული დრო, წამება, წვალება, ბუქსირი დაგვავიწყოს. მისაბმელი მართალია, მისაბმელი დაგვავიწყოს. ნახოთ რა გამოგვივა, იმედია თან ისეთი ხედი გვაქვს, თან ისეთი ხედი უკან მაგიტოდ გავარ, ჩემი ხაშურია უკან რა. ხაშური მიმაგრებს იმას რა, სამყაროსი. ბოდიში, სამყაროს ცენტრი. ხაშური და მეორე გრინვიჩი. всё, გასაგებია. აი ამ ხედზე წავედი. აი, მანდეთ არის? კი, წერეწო არისო იქით. ანუ მე ვსოკოს ყავსო ანალოგიო რა. ფიჩრის ყველა. ხო, ფიჩრის ყველა და ეს ისეთი სოკოებიო. იმეს ვიტოვებთ რომ ასე ხდება ანალოგიო, ხო? არა, კაცო, თუ არა და ხო ვიცით თუ ანალოგი რა არის და არა. კაჭა ხო მოგვაქვს. აგე ჩვენი თველის პირველი წერეწო. შეიძლება კი დიდებიც იქნებაო, მაგრამ ბებერო აქვს ქვეყანა. პირველად ეს ნახეთ. ხო და ესე ჩავჭრათ როგორც გითხრეს ბიჭებმა. აი ესე. აჰა. ბატონო. აგე გაუშლელი წერეწო. გაშლილია ის დიდები და მაგასაც შევხვდებით. მასლიანკა რთული არ არის? რატოა რთული კაცო სერბადრისთვის? რთული მასლიანკა რა არის ბიჭო? საკონის პუდრა ვაყირავე მექსიკურად და ის
სირაქლების კვერცხით გამოვაცხედი და აჭარული გაჭაბული და მასლიანკა რა არის ეგეთ. ძალიან დაკვირვებული თვალი უნდა. და ყველაფერი იქნება. ამ გლიჯა ფიქო. აი, წერეწო, ნახე ბიჭებო, ნახე. აგერ ერთი. თქვა იმ კაცმა, ერთ სადაც ნახავ. სხვაც იქნებაო და მეორე ეგეთ ჩანს კიდე. ინტრა ნახოთ აგრეს. კარგად. აბატონო. ესეც ასე. ეს ხა ამასთან შედარებით გაშლილი. აგერ მეორე. აგერ წერეწო. აგერ მეორე. ვა, აგერ კიდე, აგერ. აია. რაღაცა ის მოწითალოვის არის. აგერ, ლაშა, რამდენი ყოფილა, ბიჭო? ბებერო. მოიცა. აჰა. აი კითაც არის, მე არ დამოვიწყოთ. არ დაგვიკარგოს. ეგ რომელი ნახე, ლაშა? წერეწო. აჰა. აქაც გვაქვს. აი კიდე. აი შეხე ბიჭო. შეხე აქ რამდენი ყოფილა? შეგენაცვალე, მოიცა აქ დავაგროვოთ. აქ კარგად წამოიღო, ისა თველმა ლაშა. საკაი სახელი ქვია, ბებერო, მოდი ბებერო, აბა. აი ესეც დაუვიწყარ, დღეს ჩაიწერება შემთთვის, იმიტომ რომ ბავშვობის მერე არ ყოფილვარ სოკოს საკრება. რაჭაში ერთ გემრიელ ხალხთან ერთად სოფელი არის თლუღი რაჭაში და აი მან ბავშვობაში დავყავდით მიქლიო საკრებად. ვა, შეხედა ამბა. და იმის მერე სოკო. ესე არ დამიკრებია ნამდვილად. აკამ როგორც გითხრა, ბებეროაო და აკა მოდი აბა ძმურად. ხო უეჭალი იცი. თორე მან ლაშას ის ჭაჭას აღარ გვიშველით მე. ხო ეგ არისო აგერ აკამ და. აჰა ესენია ყველა. ბიჭო ნახე რამდენია. რომელია ლაშა ეგ? წერეწო? წერას უაყვა, წერა. შენ წერას ხო? აია მიდი. მან ცოტა ნელა იყავ, იმიტომ რომ ბალახებში დამალული იქნება. აგერ არის ერთი კიდე, აი. მაგის გვერდზეცა. ვიცი ბატონო, ვიცი. აგე. შეხე ბიჭო. ნახე ბადრი. ზაღლი მე მგონი მართლა სოკოზია დაგეკი. სადაც ზაღლი მივა? იქ წერეწოან ბებეროა უეჭვენ. შეხე ბიჭო. აი აქეთ არის კიდე. ვა, შეხე რა სილამაზია ბიჭო. ამას ეძახოდნენ იქ რაჭაში რომ ვიყავი წეროსოკოს. ანუ ახლოს არის ისინი სახელები. მარტო მაღალი კი არა, ნახე აგებულება როგორი აქვს. ყელი მოგერებული. წეროს რო ფეხები აქვს. სახსარი რო აქვს გაგანიერებული ვიდრე ფეხი. მე და მაგის სახსარი სად ნახე შენი? რისი წეროს? ეს ვიზაუტოვე წერო. მოკრიფო. აჰა, წეროი. ნახე თან კუპათარი ამოსულა. აქ ყოფილა ძმაო სოკოს საბადო. სხვათა შორის პირველად ვარ სოკოზე. 100. მაგრამ ერთხელ ვარ ნამყოფი მეგობართან ერთად მოპირდაპირე მხარეს აქედან ჩანს, ნახე. აი ეს არის რომე. ეს ხო ხასულია მთლიან. ხო. მაგის უკარო ნაძვნარი მოჩანს, მაგას ვიძახით ზემოსერ. აი ეს ნაძვნარი არის მიხეილ მურვანიშვილის მიერ გაშენებული ხელოვნურად, სულ აი თუ კი რამე ნაცხედა.
და მან დავდიოდით ხოლმე იმაზე თითე რიჟიკაზე. პირველად აი მე დააკა. ნაძვის სოკოს. ხო, 1-2 ვარ წასული, მაგრამ ასე იმათ პირველად. ეს ოფიციალურად. ხო. ისე ჯიგარო თუ გაინტერესებს თვითონ ხაშური არის რეალურად სამი სოფლის გაერთიანება. უბრალოდ ვისაც დაინტერესებს ხაშურის ისტორია. ხო, სამყაროს ცენტრი. ერთი არის ხაშურში რო შემოდიხარ ცენტრალურ გზაზე, იმის ხელმარცხნივრად დასახლებაა პოლიციამდე. კი. მაგრამ ეგ იყო ჭალა, სოფელი ჭალა. მეორე არის დასავლეთისკენ რომ მიდიხარ, რკინიგზის ხიდებს რო გაცდები, მაგის ზევითა დასახლება შინდარა, მანდ იყო სოფელი შინდარა. და სანამ მაგ ხიდებს აცდები, მანამდე ერთი 100 მეტრით ადრე ხელმარცხნივარი გადასხავი იქ არის გორათი. იყო სოფელი გორათი. აჰა. ამ სამ ადგილას იყო ყველაზე ოდითგანვე დიდი ხნის დასახლება. უბრალოდ ხაშურის როგორც ქალაქი ჩამოყალიბდა, რაც რკინიგზა გაიყვანეს, რაც მუშახელი საჭიროება გახდა. მაგ დროს ნელ-ნელა გაერთიანდა და სავაკი იძახის ხაშური ნიშნავს რომ მლაშე წყალსო და მლაშე წყალი არის აიგერო ბინებს ხედავ ბოლოში. აი მანდეთკენ არის ღარიბაღელეს ვეძახით სამკურნალო გოგირდოვანი წყალი. და მლაშე წყალია მართლა ეგეთია რა, დალევი ჩანსი არ არის ვერ დალევ, თუ არ კვდები ის წყალი არ უნდა დალიო. ლეგენდა არის თვითონ მან გორაძე არის მე-16 საუკუნის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დარბაზული ტაძარი. საქართველოს ხო გვიყვარს ყველაფრის რაღაცა და ერთ-ერთი თქმულება რის გამოც მან ვითომ გორა გაჩნდა. მან სხვათა შორის როცა საფლავებს თხრიდნენ ძალიან ბევრი ნივთია ნაპოვნი რომელიც დღეს ხლა ხო მუზეუმშია დღესაც რო თხრიან საფლავებს ბევრი ისეთი ნივთი მოვიდა მუზეუმშია გაშის კრის ბრძოლა რო იყო მაგ ტერიტორიაზე და ხო რა ნუ მან ვითომ ლაშქარი რო მოვიდა მან თეხი გაიწმინდა და გორა იქიდან გამოჩნდა იმდენი იყო რა სხვათა შორის ხაშურის მუზეუმში დაახლოებით თუ ზუსტად მახსოვს 80,000-მდე ნივთია ყველაზე ძველი არის ქრისტეშობამდე მე-3-4 საუკუნეები, მე-4000 წლეულების და ქუსხანისაც არის. თვითონ ახლა ჩვენ სადაც ვართ ეს აქედან უბრალოდ ამ თას არა იმდენად, აი ქვევით რო ხევი გადის, მაგას რო გადახვა რეალურად ზამის ხეობას, ორი ზამის ხეობა, ერთია ხაშურის, ერთი ქარელის. ქარელის სხვადასხვა ერთად ნამოყრა. ხო. ის მერე რო გრძელდება აქ არის ალეწის ციხეს ეძახიან. პუნქტი იყო რომლითაც მესხეთ ჯავახეთიდან შიდა ქართლში გამომავალ გზას აკონტროლებდა. აი ჩვეულებრივი საქარავნე გზა იყო, ზღუდერში ციციშვილებს საბაჟო ჰქონდა. ეს არის გაუხსნელი კოკორი. ამას ალბათ 1-2 დღე უნდა რომ კი ქვევით ჩავიდა. აი ეს გაშლილი როგორც არის ის ფორმა მიიღო. რამდენი ხანი? ამ კონკრეტულს ახლა 2 დღე დაჭირდება რა, რომ ეს ფორმა მიიღო. აჰა. წერეთ. ბიჭო, აქ თხილად იყავი, გაწიე ფეხი. მოიცა ხა? ნახე? აი. ლაშა. აგერ არის, ლაშა, მოდი. აძმაო, შეხი, აგე მეორე საბადო იმის ბებეროს, ლაშა. ბიჭო, ეგ ბებეროა, ხო? ხო. ვენე დავაი, ბებერო. არ მე ვასწრება. მოდი აბა. ეგ რა თემა იცი? დავწყებს რომ უმართლეს და მე უკვე არჩევაზე რო გადა. არა, ეს აი, განმიყვასო. აი, ამას ახლა ხელს რო ამის გამო როგორ დავიხრები. ბიჭო, კაიცი. ანუ ეგ ხო თქვა იმან აკამ ხო გვასწავლე. აი აქ უნდა გადაჭრაო. ნუ ცოტა დაბლაც. ნუ აი ამ შოვა, კაი, გადავჭერით. ეგ რუბელივით რო ეგ უნდა მოაშორო. ეგ უნდა მოაშორო მთლიანადო. აი ეს. აი ეგ. და ის ისტორია გეწოდინება შენ ალბათ შხამიანს როგორ არჩევენ რომელი არის და რომელი არ არის. რა ვიცი, 1000-ნაირი ხალხური გზა აბა შენ რა მე გამიგია ის რომ ლოკოკინაო რასაც ჭამსო. ხო. ლოკოკინა რასაც ჭამსო, არცეთი არ არის. ლოკოკინა კაი მარცვლას ჭამს. შხამიანი არცეთი არ არის ბიჭო ის. ხო და მაგიტო ჭამს კაი მარცვლას, რომ შხამიანი. თორე შხამი მარცვლში ხო არის ის შხამი და ისა კაცო. კი. რამდენი ზგინდა და ცოტა რთული მოსა ის არის. ხო, მაგრამ ასარჩევი ეს, მაგრამ ჩიტი ბრდღნა დღირს. კი ბატონო. აი ეს. ადვილად კი ძურება, ხო. ეს ძურება ადვილად კი ბატონო. აი, კარგლოვით ეს. ეხა ტყის პირობებში როგორც შეიძლება ისე გავალამაზოთ, მეტი არაფერი. კონდარი, ხახვი, ნიორი. შენ გენაცვალე, აი ჩააკუჭმაჭე. მოდი დამაკრეფი ეხა საბადოზე ვადო, მარტო ვერ მუშაობ. არ მინდა ბებერო. მოდი, თორე
ეს ხო კრეებს და ეს იღებს და თავის აში. ისე ლაშა. ეგ ვიცი. მაგარი იდეა მაქვს, ლაშა. ოღონდ ყურადღებით მომისმინე. მე ხო რაღაც ეს კულინარიის თემებში მაქვს ესა ვლოგი. YouTube არხი. მაგარი იდეა მაქვს. შენ ხა ისეთ კარგ ადგილას ხარ, ისეთ სუფთა ჰაერია. იდეების საბადო. იდეები რა უყო მე? იდეების საბადოა ხაშური, ხო და ანუ ის იდეა მომივიდა რომ მოდი ერთი გასხე შენც ერთი ისა მაგარი YouTube არხი გააკეთე და კოლაბორაცია გავაკეთოთ ხოლმე ხშირად რა ესე ვიაროთ შენ ისტორია მოყევი მე მაქსიმალურად შევეცდები შევისწავლო იმ კუთხეში რა საკეთებდნენ და რა საკეთებენ ახლა ეკერძები და მე გავაკეთებ რაც შემეძლება და დანარჩენი შენ რაც იცი ახლა შეიძლება ვერ შემეჯიბრო იმაში რა ქვია კერძის მომზადებაში მაგრამ შეიძლება მე 100 წელი ვერ შეგეჯიბრები ისტორიაში და ასე რომ რაღაცები ლაშა მიდი დაფიქრ არა ეს კაი მეთოდია იმითი რომ კრეფენ დანით ეს უკვე არ ვარ გაი მატლი აქვს დანით რო კრეფენ რო იქვევით გადაჭრა და ადგილზე ვიასუფთავებ ხო რა როცა არის ასე პირდაპირ არ უნდა მოგე უნდა დაარტყე ხელი ზემოდან რომ მიცელიუმები ჩაყაროს როგორ ის უნდა დაარტყე ხელი რომ მიცელიუმები რაც არის თესლი რა ასე რომ დაბლა ჩაიგდეს ისევი შეხე უნდა დაარტყე რამდენაირი ვერსია არის რა გარვიცოდი ნამდვილად. კაი, მაგას ნებისმიერ სოკოზე ხო იგივე? ხო რა, მე წერეთოზე ვიცი და სავარაუდოდ ნებისმიერი ეგრეა, იმიტომ რომ ყველა მიცელიუმი ყველას ეგრე ექნება, ხო? სოკო ისეთი რაღაცა მიცელიუმით ამოდის რა. ეს და ის არა აქვს მაგას. აი ნახე 1 2 3 4 5 6 ეს ნახე რა ხელა მართლა ბებერუა. ასე დიდი ცელოფანი. და რაღაცა არის კიდე ჭადას რო ეძახიან, ჭადას. ეს არის ვიჟიგა. ეგეც პირდაპირ იჭმება მე მგონი, ხო? მარილს მოაყრიან. ისო. მე გეფიცები ხო გეუბნებით ბავშვობის მე არ ყოფილვარ სოკოს საკრებად მაჩინად და ამას წინ ეხა იმაზე ალაზანზე რო ვიყავით სათევზაოდ მაშინ. დაიჭირეთ შამაი. კი, შამაიაც იყო. ჭანარიც იყო. მახსოვსა არაფერი. აი ძმაო, შვილებს გებიცები. ტერბატირის გემოლოგი ისევ თქვენთან არის. ჩვენ დილიდანვე მოვედით ამ ლამაზ გარემოში, აი ამ ლამაზ სიტუაციაში, სადაც დავკრიფეთ სოკო წერეწო სახელწოდებით, ჩვენ ვიმყოფებით მტკვრის ხეობაში, ხაშურის რაიონში. აი აქ გადახედეთ რანაირი ლამაზი ბუნებაა, როგორი ლამაზი ხედით ჩანს ჩვენი სამყაროს ცენტრი ხაშურის რაიონი, უსაყვარლესი ხალხით, უსაყვარლესი ბუნებით, გარემოთი და მოვამზადოთ ჩვენი დაკრეფილი სოკოთი, რაც შეიძლება გემრიელი კერძი. დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყოთ. პირველ რიგში რაც ვჭირდება, ეს არის რომ აუცილებლად უნდა დავჭრათ სოკო, მოვამზადოთ იმისთვის რომ მე ცალკე ქვაბი გვაქვს, ცალკე ქვაბი სამფეხზე დავჭრით. მოვამზადებთ, ჩავთუშავთ ქონდარში, უცხო სუნელში, ცოტა ხავხს და ნიელსაც დავამატებთ გემოს მრავალფეროვნებისთვის, ცოტა ტომატსაც და აი უკვე სიცხარეზე რო წავალთ, სიცხარეს რო გავუკეთებთ და წითელ წიწაკას, მერე უკვე გემოებსაც შევკრავთ და დაველოდეთ. ნელ-ნელა დავიწყოთ მომზადება ჩვენი სოკოსი. როგორც ბიჭებმა გვითხრეს ჩვენმა მეგობრებმა, ვინც სოკო დაგვაკრეფინა ძალიან გემრიელი სოკო არისო მე პირადად არ გამისინჯავს არასოდეს ერთადერთი ალბათ ის ქამასოკო, ნიყვი, რაც პოპულარულია ყველაზე მეტად და კიდე ბავშვობაში მიქლიოც გამისინჯავს რაჭაში და აი ეგ არის და ეგ ეხლა ვნახოთ აბა როგორი გამოგვივა თან გვასწავლეს კიდე ახალ-ახალი მეთოდები აი ამ სოკოს მომზადების იმ ქვაბში რაც გვაქვს ჩავთუშავთ აი ამ უცხო სუნელებში და ცალკე კიდე ტაფაზე შევწვავთ თავის ცხიმში, თავის გემრიელობებში და დაგველოდეთ ნელ-ნელა დავამზადოთ ინგრედიენტები.
სოკოს დავჭერით, ცეცხლს გავაღვივებთ, დავადგამთ ქვაბს და დავიწყებთ ნელ-ნელა სოკოს ჩათუშვას. აბა, კარგად ავაგიზგიზოთ. ოპიც. ესე. დავასხათ ცოტა ზეთი. როგორც კი გახურდება, ეგრევე დავაყაროთ მოსათუშად სოკო. დაიწყო, შუშკუნი დაიწყო. ჩვენმა ნანადირებმა როგორც ბიჭებმა გვითხრეს, ამას ქვია სოკოზე ნადირობა. ოჰოჰოჰო, როგორ თუხთუხებს. ჭრით ხახს, ალყა. წითელი ხახვი ყველაფერს არაჩვეულებრივ გემოს აძლევს და მეც სოკოსთან ერთად გირჩევთ რომ გააკეთოთ წითელი ხახვი. უფრო გემრიელია, უფრო ეფექტურია კერძში და თუმეტეს სოკოს უხდება ძალიან. ცალკე გვინდა შევწვათ სოკო მთელი და მოვამზადოთ ტაფისთვის ცალკე ცეცხლის კერა. ესე მოვიღებთ ცეცხლს, ცოტას გამოვაცლით. მოვამზადებთ შემწვარ სოკოს, ცალკე მთელ შემწვარ სოკოს. ანამდე გავახუროთ ტაფაც. ამასობაში დავჭრათ ნიორიც და ნელ-ნელა ჩავაყრით მოთუშულ სოკოს. ლაშა, მე მგონი ჩვენი თველი ნაყოფიერი გამოვიდა და გემრიელიც გამოგვივა, ჩემო ძმაო. ხო ხარ მზად? დაგემოვნებისთვის. როგორ? ნაყოფიერი ნამდვილად იყო და გემონახოთ, ხო? გემრიელობაზე უკეთესის მოლოდინი. შენ მანამდე ის ჭაჭა გაამზადე, ჭაჭა? ყანწიც მოგაქ, ხო? ეხლა გავამზადოთ სოკოები ესე მთლად და ტაფაზე დავდოთ, შევწვათ, ფეხი მოვაცალოთ. შეხედა სილამაზეა. კარაკი, ხო, კარაკი ეხლა სანამ კომენტარებს იტყვიან, ჯობია ჩვენ თქვა. ჩვენ თქვათ, კარაკი უხდება, კი ბატონო. როგორც შენებელი რომ მიდის და ქაფჩა დარჩება, ესე დაგვრჩა ჩვენც გამზადებული ერთი ჩანთა. კი ბატონო, მაგრამ არა უშავს. რითაც წამოვიღო. თავარი არის სოკო გვაქვს, მარილი გვაქვს, სუნელები გვაქვს და დანარჩენი ეხა ღმერთი პატრონია. მოვაყაროთ ჩვენებურად სოკოს მარილი. მოვატრიალოთ და ესე ორიგინალურად და დავდოთ შესაწვავად ტაფაზე. შევუთოთ კარგი ცეცხლი. ეხლა კი გავუკეთოთ სუნელები, ხმელი სუნელი და ხმელი კინძი, ერთმანეთში არეული. ჩავაყაროთ. დაღერღილი მწარე ტიტაკა. ძალიან ცოტა. ცოტა ამათზე მეტი კონდარი, იმიტომ რომ კონდარი უხდება სოკოს. ძალიან უხდება თან და მერე და
ჩემი გემოვნება არის ესეთი, რომ ტომატი მიყვარს ძალიან სოკოსთან და თქვენის ნებართვით. მოვურიოთ ჩვენს გაერთიანებულ სუნელებს, ტომატს, ხახს, ნიოლს და სოკოს და წამოვიდა უკვე გემოვები და გემრიელი არომატები. ლაშა მოემზადე, ლაშა. დამაცადე, დავაცხა. ო. აი შეხედე, ოპა. სოკოს ცოცხალი სუნები და გემოები. ჩავაყრით მარილს. ჩვენებურად, სანამ სოკო შეიწვება, ცალკე ცეცხლზე მე გადავიტან იქით. და გავუკეთოთ მარილი. აი სოკოსაც გავუკეთეთ უკვე ესე ჩვენებურად. არგია. ურიოთ. ისეთია, ლაშა, ისეთია, ყანწი გავსე? თუ ყანწს ვერ დადგამ და ვერ არავსებ ჯერ. ახლოს იყოს ცეცხლთან. და გადავიტანოთ სოკო. ლაშუკა მოიტანე მეგობარო შენი გამაჯანსაღებელი ჭაჭარო გაქვს. ეს გადმოვიღოთ. მანამდე ხა საველე პირობებში ვარ და მგონი არ გაგვამტყუნებთ. აჰა. აი რა კაცი. ვიღებთ სოკოს. ესე დაბრაწულს. ჰო. იმის სოკოს საბადოდან, ხო ლაშუკა? როგორ თქვი დღეს? სოკოს თველი გვაქვს. აუ ეს იქნება მაგარი ლაშა. აი ეს. ეს იქნება ძმაო. ზღაპა. ო. ცეცხლიც მოიღო. ო მიდი. გაშურელებო, ჩემო ძირფასო მეგობრებო, ნათესავებო, რავი, საყვარელო ადამიანებო, თქვენ გაგიმარჯობთ რა. თქვენ ხაშურს გაუმარჯობთ. ჩვენ ხუმრობთ, მაგრამ ხაშური არის სამყაროს შუაგული, ხო? სამყაროს ცენტრი, სადაც ჰაბი. სიყვარულის ჰაბი. სადაც სიყვარულია, სადაც გახარებაა, სადაც წარმატებაა. გაუმარჯოს ხაშურლებს და საქართველოს ხაშურის თამადობით, ბიჭებო. ამ ყველაფერს ახლა მოუხდება ლავაში. აბა ლავაში. ოპა! გაუმარჯოს. მე ვთქვათ, ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს, ჩვენ შრომას გაუმარჯოს, ჩვენი შეხვედრის და შრომის ადგილს გაუმარჯოს. გადმოგება უნდა გივიძმურად, მანამდე ჩვენი ერთო საფუძველოს სიკეთე მოგვეცი, ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს, სამყაროს ჰაბიდან დაწყებულს. გაუმარჯოს. სამყაროს ჰაბი, სიყვარულის ჰაბია ხაშური და გაუმარჯოს. თქვენ კიდე ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ჩემო ძვირფასო გამომწერებო, იაქტიურეთ. ხაშურლებო, იაქტიურეთ, ქართლელებო, იაქტიურეთ. დავალაიქოთ, გამოვიწეროთ და ზარის ღილაკი დააყედეთ. ბევრი კარგი ვიდეოები იქნება, ბევრი კარგი კერძები იქნება, ბევრი კომენტარები დაგვიწერეთ. ეს აცოცხლებს ჩემს არხს, ეს აცოცხლებს ჩემს ურთიერთობას თქვენთან და გაგიმარჯოთ. მაგრად იყავით, თქვენ გაგიმარჯოთ. აი ამ ლამაზი ორიგინალური სასმისით. ეს არის ლაშას ბოდნახადი ჭაჭა. ჩაი არა, ქორევი. კიცება არ უნდა იდეალურია. ის ვაჩავარი. ლაშა მაგარი გამოვიდა, ხო? მაგარი. აი. ახლა ესეც გავსინჯოთ. აძმავა. წერეწო. სოკო წერეწო, ყოფილა ზღაპარი. აუ, ეს რა არის, ძმაო? მაგარი.
დედას გეფიცები? ეს ხანაერთ არ უნდა გააკეთო, უნდა შეცვლა პირდაპირ. ეს ყოფილა ნეტარება. როგორც ჩიპსი. ჩიპსი რა. და ლაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხარ.